მოგესალმებით, დღეს ჩვენ ვიმყოფებით მეღვინეობა პირველი სვენახში, სადაც შეგვაქვს სერბული კომპანია Elixir Zorka სასუქი. დღევანდელ ვიდეოში მათ მაგალითზე დეტალურად გავინხილავთ, თუ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება სასუქის შერჩევისას. პირველ რიგში საჭიროა ნიადაგის ანალიზის ჩატარება, რათა ზუსტად გავსაზღვროთ, რომელი ფორმულაციის სასუქი გვესაჭიროება და რა რაოდენობით. კონკრეტულ ფართობზე ნიადაგის ანალიზმა გვიჩვენა, რომ ისეთი აუცილებელი მიკროელემენტების, როგორც არის ფოსფორი და კალიუმი, ძალიან მცირე რაოდენობით იყო ნიადაგში. ფოსფორი გარდა ფესვთა სისტემის განვითარებისა მონაწილეობს სხვადასხვა პროცესებში. ის მცენარის ენერგიის ძირითადი წყაროა, გავლენას ახდენს ყვავილობის პროცესზე და ვაზის გამძლეობაზე სტრესული პირობების მიმართ. რაც შეეხება კალიუმს, ვაზის კულტურას ყველაზე დიდი რაოდენობით სწორედ ეს ელემენტი სჭირდება, რადგან ის მონაწილეობს მომწიფების პროცესში და მის გარეშე ვერ მოხერხდება შაქრების დაგროვება. სწორედ ამიტომ შევარჩიეთ სერბული კომპანია Elixir Zorka სასუქები MPK 72121 და MPK 101020. ეს სასუქები უზრუნველყოფდა კონკრეტულ ფართობს სათანადო რაოდენობის აზოტით, ფოსფორით და კალიუმით. თუმცა საკმარისია თუ არა ეს ელემენტები, რომ შევძლოთ უხვი და ხარისხიანი მოსავლის მიღება. სამწუხაროდ არა. ჩატარებულმა ნიადაგის ანალიზმა გვიჩვენა მაგნიუმის მკვეთრი დეფიციტიც, რომელიც სეზონის განმავლობაში ხშირად შეგვინიშნავს. ეს ელემენტი აუცილებელია ფოტოსინთეზის სრულყოფილად წარმართვისათვის. სწორედ ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც შევარჩიეთ Elixir Zorka 101020, იყო ეს. ის დამატებით შეიცავს 2% მაგნიუმს. გარდა ამისა, Elixir Zorka სასუქების შემცველობაში შედის გოგირდი, თუთია და ბორი. გოგირდი ტუტე ნიადაგებში ამცირებს pH-ს, ხოლო თუთია და ბორი გავლენას ახდენს ყვავილობის პროცესზე და ახანძილებს დამტვერვის პროცესის სრულყოფილად წამოწევს. თუ მოგეწონათ ჩვენი დღევანდელი ვიდეო, გამოიწერეთ ბარაქას YouTube არხი და ადევნეთ თვალის სიახლეებს. ბარაქა გისურვებთ უხვ და ბარაქიან მოსავალს.